ადამიანი არის ჩემი მორწმუნე და განათლებული ადამიანი, გულისხმობა ნაკეთი არის ჩემი მეგობარი. დღეს ჩვენ აქ დოქტორატმა წარმოადგინა ნაშრომი, რომელიც ჩვენს აზრით გარკვეულწილად უზრუნველესეს მეთქოს. აი იდეის გაჩენის მომენტი. მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ დღეს ამ დიდებულ უნივერსიტეტში, რომლის დამფუძნებელი არის საქართველოს პატრიარქი, სუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დღეს ჩვენმა ორმა სოხუმელმა გამოვიტანეთ პატარა, ვთქვათ, ნაშრომი და ამის იდეა ქვეცნობიერა ჩვენ მოგვივიდა კიდევ 2093-12 წლებში, როცა ჩვენ მეგობრებთან ერთად მომოვდით აფხაზეთში და იქ ბოლო პერიოდი იყო ისეთი, რომ აბსოლუტური ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით და უბრალოდ იქამდე მივიდა ბოლო სანამ დაეცემოდა სოხუმი ბოლო კვირის განმავლობაში, რომ შუქიც იყო გათიშული და ერთი მხრიდან იყო ინფორმაცია, რომ ინფორმაციის ზემოქმედება. ნუ მაშინ ბუნებრივია ჩვენ სოფლიოს ვერ გადავეცით, რომ ერთი მხარეში შემოფრინდებოდა თვითმფრინავი სოხუმის ლამაზ ცაზე ჭაღებ ჩამოკიდებდა და 12 წუთის განმავლობაში სანამ იზანათებდა იმომებოდა სოხუმი და ჩვენ ინფორმაცია ვერ გვაქვს და თუნდაც იმიტომ რომ შუქიც არ იყო სხვადასხვა. მეორე მომენტი, რომელიც ალბათ ჩაჯდა ჩვენს გესტუდიერებაში იყო 2008 წელი. სანამ დაიწყებოდა ის დაპირისპირება რუსეთ-საქართველოს შორის, ამჟამად უკვე მეორე კიდევ ლამაზ კუთხეში, სამაჩაბლოში, მანამდე მიმდინარეობდა მთელი 2008 წლის განმავლობაში ინფორმაციული ომი. ერთი მხრიდან რაღაცას იტყოდა, მეორე მხრიდან უპასუხებდა, ეს ტირაჟირება ხდებოდა შემდეგ და რა თქმა უნდა გარკვეულწილად მე ამან იმოქმედა იმაზე, რომ ცხელ ფაზაში ეს გადაიზარდა. ამიტომ ჩვენ ეს იდეა გაჩნდა, ესეთი მიმართულება ინფორმაციული ნაკადების მათემატიკური მოდელები და ჩვენ რომ ნუგზარს და აქაც ეს მერტის განგება არის. ნუგზარს აქ კლასიკური ჩვენ ალმა-მატერში მიღებული განათლება, გამოგვიყვება მათემატიკის ხაზით და მე მართლაც როგორც ნუგზარი და სხვები, ესე იგი ბედნიერი ვარ, რომ გამოგვიყვებით მათემატიკის მიმართულების კაცი ვარ და ლიონსი ბატონო დავით ხშირად ხუმრობდა, უყვარდა რა, ესე იგი წმინდა მათემატიკოსები, რომ მათ სიყვარულით მიმართავდა, რომ წმინდა მათემატიკოსების პასუხი ყოველთვის არისო სწორიო, მაგრამ აბსოლუტურად გამოსადეგარია. რა თქმა უნდა, ის სიყვარული და მას ლაპარაკობდა ეს არის ისე. თვითონაც უამრავი შედეგი მქონდა, როგორც აქ ვოლტერაზე იყო საუბარი, კოლმოგოროვზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს იდეა, რომ მართლაც სოციალურ საკითხებში ეს გამოვიყენოთ, აი დაემთხვა, რომ ნუგზარს აქ მიმიღებული კლასიკური განათლება გამოგვიყვება მათემატიკაში, მერე წლების განმავლობაში სოხუმის, მაშინ აფხაზეთის უნივერსიტეტის შემდეგ სოხუმის ფილიალში აფხაზეთში კითხულობდა და აქ გააგრძელა, როცა ჩვენ აღმოჩნდით თბილისში 99 წლის შემდეგ, მათ შორის კლასიკურ კურსებს, ოპტიმიზაციის მეთოდები, ოპერაციათა კვლევა და პროგრამირების საკითხი. პარალელურად იყო, ესე იგი, აი ინტერეს კორესპონდენტი. ამიტომ აქ დაემთხვა, რომ ის როგორც კლასიკური განათლებით მათემატიკოსი, ამ შემდგომ მათემატიკოსი პლუს კაცი გათვითცნობიერებული ჟურნალისტიკაზე ნამდვილად ის სხვებთან ერთად ერთ-ერთი პიონერი არის საქართველოში, თქვათ გიორგი სანაიასთან ერთად, სხვებთან ერთად, აი ჟურნალისტიკის დარგში და აქ არის ჩვენი მეგობარი სოხუმელი თენგიზ ბაჭკორია, დიდებული ჟურნალისტი და ეს შევთავაზეთ ბატონ ნუგზარს. არის კიდევ სხვა მოდელები, მაგრამ მან აქ ეს ის შემთხვევა, ახლა მე ბატონ ნუგზარს ვაიცნობთ, რომ ეს ის შემთხვევა, როცა ერთი იდეის მიცემა იყო საკმარის. და საკმარის იმიტომ იყო, რომ მას კლასიკური განათლება ჰქონდა თბილისის უნივერსიტეტში და შემდეგ ესე იგი კითხულობდა ისეთ კლასიკურ კურსებს, რომელიც მას დაეხო. მეოთხე თავში აქ წარმოდგენილია მისი ორიგინალური ძალიან მიდგომა, აი სწრაფქმედების და მინიმალური დანახარჯების ამოცანაში, იმიტომ რომ ბუნებრივია აქ ჩვენ დინამიკაში არ ვიხილავთ ესეთი მოდელების მიმართ და ელოდება სხვა დოქტორანტს, კერძო წარმოებულებია. როცა რა თქმა უნდა, დღევანდელ პირობებში გავრცელების თქვა პრობლემა თითქოს ნაკლებადაა, მაგრამ ბევრი ინფორმაციის და სწორი ინფორმაციით, ამისამართებული ინფორმაციის ჭირდება დანახარჯი და ასე. პლუს მე რა თქმა უნდა მინდა გითხრათ ბატონო ჰამლეტ, რომ აი ამ უნივერსიტეტში ეს რომ მოხდა, ეს ჩვენთვის არის დიდი ბედნიერება, რადგანაც მე მიმაჩნია, რომ
როცა ჩვენ დაბრუნდები ჩვენ სამშობლოში, ჩვენ კუთხეს საქართველოს ულამაზეს აფაზეთში, აი ზუსტად ჩვენი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გაგვიზრდება წინ. და ბოლოს მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი საზრით, მე აზრს არ ვახდობ, ვისაც რომ ადამიანს მიანიჭო დოქტორის ხარისხი, ამ შემთხვევაში აკადემიური ხარისხი, კიდევ ადრე რომ იყო საკანდიდატო სადოქტორო, მას უნდა ჰქონდეს კარგი ნაშრომი, მაგრამ დონეც უნდა ჰქონდეს მას შესაბამისი, რომ ამ თუნდაც კარგი ნაშრომით რომ გამოვა, მერე მან გააგზავნოს. და ნუგზარს ჯერ დაცული არ აქვს დისერტაცია და მან უკვე ორი ნაშრომი გააკეთა დამოუკიდებლად, საერთოდ თვითონ იდეებით, გააკეთა მოხსენებები და მე სხვა დოქტორანტებიც ყავს და ყავდა და ეს ის შემთხვევა, როცა ყველა მოხსენება, ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა მან თამამად და მე ესე იგი პრობლემა არ მქონდა, რომ ის ამას არ წარმოადგენდა ისე, როგორც შესაბამის დონეზე იყო. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დანარჩენ უკვე საბჭო შეაფასებს, მაგრამ ნუ ბატონ ნუგზარის დონე, ნაშრომის დონე, მისი აკადემიური დონე შეესაბამება ამ ფაქტს.